მოგესალმებით. საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას ვატარებთ. ერთგვარი სიგნალიც არის, ასე ვთქვათ, ჩვენი პარლამენტის, რომ ნამდვილად ჩვენ ერთგული ვართ საქართველოს ევროპასთან, ევროკავშირში ინტეგრაციის გზის და დღეს ქორუმი გვაქვს, ასე რომ შეგვიძლია შევუდგეთ ჩვენ საქმიანობას. დღეს განვიხილავ მთავრობის მიერ წარმოქმნილი საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტებს გარემოს დაცვის შესახებ, საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუალთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუალთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. ეს ძირითადად ეხება იმ ვალდებულებებს, რაც საქართველოს აქვს აღებული როგორც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში, ამიტომ ამ მიმართულებით გვექნება ეს საქმე, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ ჩვენს კოლეგა კომიტეტებთან ერთად, მაგრამ აქ მთავარი სათქმელი არის ის, რომ ეს არის ინიციატივა, რომელიც უკეთესად დაარეგულირებს ხარისხის ჰაერის ხარისხს, ასე ვთქვათ, და მოგცემს შესაძლებლობას, სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტიანად დაიცვას და უზრუნველყოს სუფთა ჰაერი საქართველოს მოსახლეობისთვის და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინიციატივაა, ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მსგავსი ტიპის მოქალაქეებისთვის სასარგებლო ინიციატივებს ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ კომიტეტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხელისუფლებასთან და პარლამენტის სხვა კომიტეტებთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით. მოხსენებისთვის სიტყვას გადავცემ ქალბატონ ნინო თანდიაშვილს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის პირველ მოადგილეს. გთხოვთ ქალბატონ ნინო, წარმოგიდგინოთ ამ ცვლილებების მოკლე შინაარსი. მოგესალმებით, მადლობა. წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეეხება გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები პირველ ყოვლისა განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებით და ამავდროულად საქართველოს წევრობით ენერგეტიკულ გაერთიანებაში, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა და სტანდარტები მაქსიმალურად უნდა დაუახლოვოთ ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს 2017 წელს მიუერთდა ოფიციალურად ენერგეტიკული გაერთიანების წევრობას და ასოცირების ვალდებულებებთან ერთად მთელი რიგი თანმდევი ვალდებულებები არის, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების წევრობიდან გამომდინარეობს და მათ შორის გახლავთ ერთ-ერთი ეს წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს როგორც წევრმა ქვეყანამ პირნათლად შეასრულოს ვალდებულებები და სწორედ 2023 წელს იქნა მიღებული ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრების მიერ გადაწყვეტილება, რომ ის დირექტივები, რომლებსაც ჩვენ უნდა დაუახლოვდეთ 2023 წლის ესე ვთქვათ ბოლომდე უნდა მომხდარიყო დაახლოება და ამავე პერიოდში დავიწყეთ ძალიან აქტიურად მუშაობა, რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დრო დასჭირდა და მათ შორის შეთანხმება როგორც ასოცირების მიმართულებით ევროკომისიასთან, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან და საბოლოოდ ეს სრულად შეთანხმებული ვერსია გახლავთ და ასახავს საერთაშორისო ვალდებულებებს. ახლა უშუალოდ თვითონ კანონპროექტის ვალდებულებები რას ეხება, როგორც თქვენ ისაუბრეთ, რა თქმა უნდა, თითოეული ინიციატივა ემსახურება გარემოს მდგომარეობის გაჯანსაღებას პირველ ყოვლისა. პირველი ამოცანა ჩვენი ეს არის, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა, რომელსაც ვნერგავთ, ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და სწორედ ამ ინიციატივის მიზანიც გახლავთ ის, რომ კლიმატის ცვლილების კუთხით და ჰაერის დაბინძურების შემცირების კუთხით ქვეყანამ, ასე ვთქვათ, გარკვეული ახალი ვალდებულებები აიღოს, მათ შორის კერძო სექტორმა და დაანერგოს პრაქტიკაში ეს ვალდებულებები. ენერგეტიკული, სწორედ ასე ვთქვათ, იდეა და არსი ამ ცვლილებების მდგომარეობს იმაში, რომ სათბური ეფექტის მქონე აირები, რომლებიც გაირკვევა ატმოსფეროში და რა თქმა უნდა, მავნე გავლენას ახდენს მთელ რიგ პროცესებზე, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების პროცესებზე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ამ სათბური აირების გაფრქვევის და აღრიცხვის თანამედროვე სისტემა. იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილი ინფორმაცია გქონდეს ამ გაფრქვევებთან დაკავშირებით და შემდგომ გარკვეული რეგულირების მექანიზმებიც დავნერგოთ, იმიტომ რომ ევროკავშირში, ასე ვთქვათ, და მათ შორის ენერგეტიკული გაერთიანების რიგ ქვეყნებში სათბური აირებით ვაჭრობის მექანიზმი უკვე დანერგილი გახლავთ. სწორედ აქ
აქედან გამომდინარე, სექტორები, რომლებიც არიან ძირითადად მსხვილი მრეწველობის მიმართულების სექტორები, მოუწევთ, რომ გარკვეულწილად თავისი, ასე ვთქვათ, გაფრქვევების ანგარიშგება უზრუნველყონ, სახელმწიფოსთან ამის შესახებ ინფორმაცია წარადგინონ და ყოველწლიური ანგარიშგება აწარმოონ იმისთვის, რომ ჩვენ განახლებული და მუდმივი ინფორმაცია გვქონდეს და რა თქმა უნდა მონიტორინგი მათ მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებების იმისთვის, რომ ეტაპობრივად თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით შემცირდეს ზეწოლა გარემოზე, შემცირდეს ზეწოლა ზოგადად კლიმატურ პირობებზე და შესაბამისად ამით ჩვენ შევძლოთ გაჯანსაღება გარემოს და კლიმატის ცვლილების კუთხით აღებული ვალდებულებების. ეს არის ძალიან მოკლედ, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა ჩვენ ამ საკითხთან მიმართებით გქონდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთანაც საუბარი და წარვადგინეთ, ასე ვთქვათ, ეს ინიციატივა და უნდა აღინიშნოს, რომ ასე ვთქვათ, ეს ინიციატივა პირდაპირ კავშირში არის და EBMIS მთელ რიგ ახალ მოთხოვნებს და ვალდებულებებს, რაც 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ევროკავშირში. ეს არის ეგრეთ წოდებული ევროკავშირის საზღვრის დაცვის მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს და ევროკავშირი სარგებლობენ ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, თუმცა ევროკავშირში შემოაქვს ცალკეული პროდუქტებისთვის ეგრეთ წოდებული დამატებითი გადასახადის სისტემა, რომელსაც კლიმატის გადასახადის სახით მოიხსენიებს, ასე ვთქვათ, და გარკვეული პროდუქცია, რომელიც შევა ევროკავშირის ბაზარზე, როგორც საქართველოსთან, ასევე სხვა ქვეყნიდან 2026 წლის 1 იანვრიდან საჭირო იქნება გარკვეული, ასე ვთქვათ, სერტიფიკატების შეძენა იმისთვის, რომ ეს პროდუქცია მოხდეს ევროკავშირის ბაზარზე და ვთქვათ შესაბამისი სარგებელი მიიღოს ქართულმა ბიზნესმა. ამიტომ ეს სავალდებულო მოთხოვნა 2026 წლიდან შემოდის ყველა მესამე წევრი სახელმწიფოსთვის, ვინც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ გარკვეულწილად კონკურენციის პირობები იყოს დაცული, იმიტომ რომ ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საწარმოებს უწევთ გარკვეული დამატებითი გადასახადები კლიმატის კუთხით და შესაბამისად ეს ასე ვთქვათ პროპორციულობის პრინციპი რომ იქნას შენარჩუნებული მესამე ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქციის შემთხვევაში. ეს მექანიზმიც რა თქმა უნდა იმ სექტორებმა, ვინც აქტიურად ვაჭრობს ევროკავშირთან, მათთვის ეს ცნობილი არის, ჩვენ ამ ყველაფერზე ასევე გქონდა საუბარი და მათ უკვე დაწყებული აქვთ გარკვეული ასე ვთქვათ მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ შეუფერხებლად განაგრძონ ის ვაჭრობის რეჟიმი, რაც ამ კომპანიებს წლებია უკვე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირთან ჩამოუყალიბდათ და ასევე აღნიშნავ იმასაც, რომ ასე ვთქვათ, ამ გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილებებთან ერთად ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ვალდებულებები, რაც შემოდის, ასე ვთქვათ, ანგარიშგების ვალდებულება ბიზნესებისთვის, ამ ვალდებულების შეუსრულებლობას ან დარღვევას მოყვება შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში. ეს არის ძალიან მოკლედ წარმოდგენილ კანონ პროექტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თუ შეკითხვები არის მზადვა, რომ დამატებით უპასუხო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი დაახლოების პროცესის, როგორც ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების გათვალისწინებით. დიდი მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის. ხო არა გაქვთ კითხვები, მოსაზრებები? გისმენთ კაპიტანაკა. მადლობა კაპიტანინო, რა თქმა უნდა, ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმე არის ის თემა, რომ ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით ასეთი კონკრეტულ ნაბიჯებს ვსგავთ და ეს არის სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაცია და რეალური ნაბიჯები და არა კამერებთან და მიტინგებზე იმის სახელი, რომ ევროკავშირი და ევროპა გვინდა. ამას ხაზგასმით აღნიშნა, მე მგონი ძალიან აუცილებელია საზოგადოებისათვის, რომ აი ხა ჩვენ სწორედ აი ამ კომიტეტზე ვმუშაობთ სწორედ ევროინტეგრაციაზე პრაქტიკულად. კაპიტანინო, მე რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საზოგადოებისათვის უფრო გასაგები და უფრო დეტალური ინფორმაცია იყოს ცნობილი. თქვენ ახსენეთ, რომ ეს არის იმ ჩვენი ვალდებულების შესრულება, რომელიც ასოცირებაში გვიწერია და ასევე ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში აღებული ვალდებულება.
ვალდებულებები. მე მაინტერესებს ენერგეტიკული ორგანიზაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებები რამდენად არის ინტეგრირებული ასოცირების შეთანხმებაში თუ ეს განვითარების კვალდაკვალ ახლიდან წარმოშობილი ვალდებულებებია, რომელიც რა თქმა უნდა ისევ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საქართველოს, რადგან ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრი ვართ. და მეორე, ეს მონიტორინგის და გაფრქვევების აღრიცხვის სისტემა უფრო კონკრეტულად რომ ახსნათ, ეს ნიშნავს, რომ ცალკეულმა ბიზნესებმა გარკვეული სპეციალური აღჭურვილობა უნდა დაამონტაჟონ თავიანთ საწარმოებზე და თუ ეს ასე არის, სახელმწიფო რაიმე გარკვეული ტიპის დახმარებას თუ უწევს ამ ბიზნესს, ესეთი ტიპის მოწყობილობების დამონტაჟების დროს ან კონსულტაციები, ან შეღავათიანი სესხები, ან რაიმე ამის მსგავსი, ესეთი კითხვები მაქვს თუ შეიძლება, მადლობა. დავაგროვოთ რამდენიმე კითხვა თუ არის და ერთიანად რო პასუხ სხვა რა გაქვთ რამე კითხვები. მე მექნება ასევე კითხვა, ძირითადად თუ გვაქვს გაანალიზებული, ძირითადად რა ტიპის საწარმოებს ეხება, მსხვილი, საშუალო, არ ვიცი კიდე სხვა არის და დაახლოებით რომ კომიტეტის წევრებს რო გითხრათ, რა ტიპის ბიზნესებს შეეხებათ ეს ახალი ვალდებულებები. მადლობა. თქვენის ნებართვით, უპასუხებ კითხვებს, მნიშვნელოვანი შეკითხვები არის, დავიწყებ ქაბატონი ეკას კითხვებით და ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებებს შევეხები. ბუნებრივია, ასოცირების შეთანხმებაში მოცემული მთელი რიგი ვალდებულებები გარემოს დაცვის კუთხით, თანხმედრაშია ენერგეტიკული გაერთიანებასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ასახულ ვალდებულებებთან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა გულისხმობს სწორედ ამ დინამიურ პროცესს, რომ ყოველწლიურად, ასე ვთქვათ, წლის ბოლოს, როგორც წესი ხდება მინისტრთა გადაწყვეტილებების მიღება ენერგეტიკული გაერთიანების წევრების და შესაბამისად შეიძლება დაემატოს ახალი ვალდებულებები, ასე ვთქვათ, ეს არის გარკვეული დინამიური პროცესი და შესაბამისად დინამიური დაახლოებაც გვიწევს ჩვენ აქტიურად იმ ახალ მოთხოვნებთან, რასაც ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა ითვალისწინებს, რაც მაგალითად გათვალისწინებული არ იყო ასოცირების შეთანხმებით და არის ვთქვათ ახალი რეგულაციები, რომელიც მიღებული არის ევროკავშირის მხრიდან და ითვლება, რომ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში საჭიროა ამ ვალდებულებების შესრულება, რათა ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვდეს საერთო ენერგეტიკული ბაზრის პრინციპებს ევროკავშირის და ასე ვთქვათ ეს დაკავშირებადობაც იყოს გარკვეულწილად უფრო მეტად დაახლოებული. ეს არის პირველ საკითხთან მიმართებით, რაც შეეხება აღრიცხვის სისტემას, რაზეც თქვენ ბრძანეთ, უფრო დეტალურად მოვყვები, რას გულისხმობს ეს ყველაფერი, პირველ რიგში საწარმო, რომელსაც აქვს კონკრეტული დამაბინძურებელი ასე ვთქვათ, მავნე აირის გაფრქვევები, ამ ასე ვთქვათ, ნივთიერებების გაფრქვევების აღრიცხვას აწარმოებს. ასე ვთქვათ, გარკვეულ გათვლებს თუ მისი საწარმო პროცესიდან გამომდინარე, მიახლოებით რა ოდენობის ეს მავნე ნივთიერება გაიფრქვევა ყოველწლიურად და შესაბამისად სწორედ ამ გაანგარიშებების საფუძველზე მოაქვს შესაბამისი ანგარიშები, რომელსაც აბარებს სახელმწიფო უწყებას და გარკვეულწილად ანგარიშგების მექანიზმი არის შემოღებული. ეს ანგარიშების ჩაბარება რამე დამატებით ელექტრონულ სისტემაში არ მოხდება, ჩვეულებრივად მოხდება შედგენილი ელექტრონულად შედგენილი ანგარიშების წარმოდგენა და რა თქმა უნდა ჩვენც მივიღებთ კონკრეტულად გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო არის განსაზღვრული როგორც კომპეტენტური უწყება, რომელმაც ეს ანგარიშები უნდა მიიღოს და ასე ვთქვათ, აღრიცხვის სისტემას წინ უძღვის მონიტორინგი პროცესებზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა იმისთვის რომ აღრიცხო რამდენი არის საწარმოო პროცესიდან კონკრეტული მავნე ნივთიერების გაფრქვევა, ბუნებრივია რაღაც გარკვეული მონიტორინგი უნდა დააწესო ამ პროცესებზე, თუმცა ეს არ გულისხმობს 24 საათიან მონიტორინგს, რაიმე დამატებით ისეთ დანადგარის შეძენას, რომელიც 24 საათიანი მონიტორინგის პირობებში გააკონტროლებს ამ მავნე ნივთიერების გაფრქვევებს, გარკვეული მეთოდები არსებობს და ამ მეთოდებით, ასე ვთქვათ, რანდომული გამოთვლის პრინციპით მოხდება საბოლოო მონაცემების დათვლა. ეს არ არის რაღაც გარკვეულ დიდ საინვესტიციო მოთხოვნებთან დაკავშირებული და დანადგარების დაყენებასთან განსხვავებით გახსოვთ თქვენ, როდესაც ჩვენ შემოვიტანეთ უწყვეტი თვით მონიტორინგის ვალდებულება მსხვილი საწარმოებისთვის, როდესაც მათ 24 საათიანი მონიტორინგი დავავალეთ და იქ საკმაოდ საინვესტიციო ხარჯებთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. ეს ნაწილი არა, თუმცა რა თქმა უნდა ბიზნეს დაჭირდება როგორც საკონსულტაციო მომსახურება, ასევე დაჭირდება საექსპერტო მომსახურება იმისთვის, რომ მათი მხრიდან ეს დოკუმენტაცია შედგეს და მაქსიმალური სიზუსტით წარმოედგინოს სახელმწიფო უწყებებს და რა თქმა
თქმა უნდა, ეს გარკვეულ, ასე ვთქვათ, დამატებით ვალდებულებებთან არის დაკავშირებული ბიზნესის მხრიდან. რაც შეეხება უშუალოდ სექტორებს, ძალიან ფართო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, რა თქმა უნდა, ეს არის საავიაციო სექტორი და აქ უნდა ითქვას, რომ საავიაციო სექტორისთვის აქ სიახლე არაფერი არ არის, იმიტომ რომ მათ დაწყებული აქვს ამაზე უკვე მუშაობა და დაახლოებით ბოლო 3 წლის განმავლობაში ნებაყოფლობით წარადგენს საქართველოს საავიაციო სექტორი უკვე ევროკავშირის შესაბამის უწყებასთან ანგარიშებს იმ ასე ვთქვათ ფენების თაობაზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება და თვითონ ამ გაფრქვეულ ნივთიერებების თაობაზე უშუალოდ კერძო სექტორის მხრიდან ვინც ამ ფენებს ახორციელებს, ასე რომ ეს პროცესი უკვე დანერგილი აქვს საავიაციო სააგენტოს და რა თქმა უნდა იმუშავებენ გაუმჯობესების მიმართულებით. გარდა საავიაციო სექტორისა არის რა თქმა უნდა ჩამონათვალი კონკრეტულად იმ საქმიანობების, რომელიც დაექვემდებარება დამატებით ამ ესე ვთქვათ აირების გაფრქვევის მოთხოვნებს, მაგალითად აზოტის წარმოება, ერთ-ერთი მსხვილი წარმოება გახლავთ მოგეხსენებათ და მათ შორის ექსპორტიორიც ევროკავშირის ბაზარზე და ბუნებრივია მათაც ასე ვთქვათ მოუწევთ ამ მიმართულებით ქაღალდის და მუყაოს საწარმოები, იგივე მაგალითად ფეროშენადნობი წარმოება ხო, ამიაკი და ასე ვთქვათ ძალიან ფართო ჩამონათვალი არის საქმიანობების, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული ზუსტად დღეს ბაზარზე არსებული საწარმოები, რომლებსაც შეეხებათ ეს ვალდებულებები, უმეტესწილად მსხვილი საწარმოები არის, რა თქმა უნდა, რომელიც ძირითადად ქვეყნის ეკონომიკას ქმნიან აქტიურად და ასევე ვაჭრობენ თავიანთი პროდუქციით ევროკავშირის ბაზარზე და დაახლოებით 100-150 საწარმო არის, რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ ამ დღეის მონაცემებით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დავითვალეთ და რა თქმა უნდა გქონდა მათთან სხვადასხვა ასოციაციების ფორმატში შეხვედრები და მათ იციან ამის თაობაზე და ინფორმირებულები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ვალდებულებების ნაწილში რაიმე ეს დიდი სიმძიმე რა თქმა უნდა ამ ყველაფერს არ ახლავს ბიზნესისთვის, თუმცა ბუნებრივია რომ აი ეს ასე ვთქვათ ანგარიშების შედგენა და შესაბამის საკონსულტაციო მომსახურების მიღება გარკვეულ დამატებით რესურსებთან იქნება დაკავშირებული, რომ მათ შეასრულონ ეს ვალდებულება. ბიზნესის მხრიდან დიახ, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან დოკუმენტაციის შეთანხმება და ამისთვის გათვალისწინებული არის შესაბამის სტრუქტურული ერთეულის შექმნა გარემოს ეროვნულ სააგენტოში. კეთილი, დიდი მადლობა. სხვა კითხვები ხო არ გაქვთ? ან მოსაზრებები? შეიძლება დღევანდელი დღისთვის არა, მაგრამ შემდგომი დისკუსიებისთვის ჩვენ დასკვნის სახით წარმოგიდგენთ რამდენიმე ინიციატივას, რამდენიმე საკითხს, მაგალითად ერთ-ერთი გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტში 51 პრიმა მეოთხე მუხლი სხვა ფორმით რო ჩამოყალიბდეს და ამასაც მოგაწვდით, რა თქმა უნდა, დეტალურად. ასევე თქვენ აღნიშნეთ, რომ ჯარიმის სახით განსაზღვრულია ეჯერადად პირველ ჯერზე 1000 ლარი და განმეორებით შემთხვევაში 2000 ლარი და ხო არ ჯობია ამ შემთხვევაში რა პრინციპში რა სტანდარტ ტენდენციაც არის ბოლო წლების, რომ ფიქსირებული ჯარიმის ნაცვლად ბრუნვაზე იყოს, ბრუნვის პროცენტზე იყოს მიბმული ეს ჯარიმა, ამაზეც ვიმშელოთ. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ლოგიკურია, იმიტომ რომ პირველი სამსრულებლები ეს საწარმოები იქნებიან და მესამე საკითხი ეს განმარტებით ბარად ეხება, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის სამართლებრივი აქტთან დაახლოების ცხრილს მეორე სვეტში, როგორც წესი ახლავს ხოლმე ევროკავშირის დირექტივის შესაბამისი ნორმის ტექსტი სრულად. და ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის წარმოდგენილი და არ ვიცი ტექნიკური საკითხია თუ უფრო სიღრმისეულად შეიძლება რაღაც საკითხებზე მსჯელობა, ამაზეც მოკლედ შემდგომი დისკუსიებისთვის ჩვენი კომიტეტის ფარგლებში თუ გარემოს დაცვის, რომელიც არის წამყვანი კომიტეტი მათთან ერთად ერთობლიობაში ეს საკითხები რომ ვიმსჯელოთ და დასკვნის სახით ამ თემებსაც წარმოგიდგენთ. თუ სხვა კომენტარები არ აქვს, მოდი კენჭი უყაროთ ამ საკითხებს. თუ ხარ თანახმა, მადლობა. სულ ეს იყო. გაქვთ კომიტეტის თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. კარგად, ახონს.